მივესალმები ხელოვანთა არხის მაყურებლებს, მადლობთ რომ უყურებთ ჩვენს ვიდეოებს, ვისაც YouTube-დან არ გაქვთ გამოწერილი ეს არხი. თქვენ არის რომ გამოიწეროთ, დაალაიქოთ ვიდეოები, დააკომენტაროთ, მოკლედ რეაქტიუროთ. მივესალმები ხელოვანთა არხის მაყურებლებს, დღესდღეობით ვეწვიე ჩემს მეგობარ მხატვარ სალომე თორს. დავიცანი მისი მოსწავლე, რომელსაც როგორც კი ნახე მისი ნამუშევარი და მაინტერესა და გამიშთა სწორედ რომ ინტერვიუ ჩამეწერა ექსპრომტად, ასე ვთქვათ. გადასაკავად სხვა მივდიოდი, შემოვიარე და ბარემ ერთ ინტერვიუს ჩავწერთ ამას ბავშვთან. ვიცა 10 წლის, ხო? 10 წლის. აბა ზოგადად სალომე ჯერ შენგან დავიწყოთ, შენსკენ რა ხდება, რა სიახლეებია და რაღაც მინდენად აღარ აქტიურობ, მე მგონი, ხო, მოსწავლეების მხრიდან და რა გეგმები რა გაქვს? ხო, ჩემი ახალი გეგმები მოკლედ მე ვაპირებ, ჯერ ამას ვიტყვი, რომ მე ვაპირებ გამოფენის გაკეთებას, ჩულფური გამოფენის გაკეთებას. ჩემს უახლოეს მეგობართან, ვინც ახლა მიიღებს, მასთან ერთად ვაპირებ გამოფენის გაკეთებას. და შემდეგ უკვე ვაპირებ ამის გამჟღავნებას არ ვაპირებდი, მაგრამ გეტყვი, რომ თეატრალურ უნივერსიტეტში ვაპირებ გაგრძელებას კარიერის, ისევ ხელოვნებაში, ისევ რა თქმა უნდა ამ დარგში ვარ და ამ სფეროში და არსად არ მივდივარ. რა თქმა უნდა ხატვასაც გავაგრძელებ, მაგრამ რადგან ახლა მაქვს შემოქმედებითი კრიზისი და ბევრად არ ვაქტიურობ და არ ვხატავ, აქედან გამომდინარე მივიღე გადაწყვეტილება, რომ ძალიან კარგი იქნებოდა თუ შევიძენდი ახალ პროფესიას, რომელიც ძალიან მინდა დიდი ხანია რომ შევიძინო. ახალი სანაცნობო იქნება, ახალი სიტუაცია, ახალი ემოციები და ალბათ ახალი მოტივებიც გექნება დასახადავად. პრინციპში თეატრალურ სფეროში და კინოსფეროში ბევრი ესეთი ტიპაჟი არის, რომლის დახატვა შენ აუცილებლად მოგინდება და რა გიჭირდება. ნამდვილად მომინდება და წარმატებები სალომე და ეხლა ნიცასთან დაკავშირებით მითხარი ორი სიტყვა და შემდეგ ნიცას გქხა. ნიც არის ძალიან ნიჭიერი გოგონა, რომელმაც გამაოცა თავისი ნიჭით, როდესაც ჩემთან მოვიდა და მან ნახა თავისი ნახატები. 10 წლის გოგონასთვის ასეთი ნამუშევრები ჩემთვის მართლა იყო ძალიან გასაოცარი. და მე აუცილებლად ხელი მოვკიდე ამ გოგონას და აუცილებლად დავაყენებ იმ გზაზე, რა გზაზეც მას სურს რომ დადგეს და მივეხმარები ყველანაირად, რაც კი შემიძლია გვერდში დავიდგები. ამ ეტაპისთვის შეზღუდულად იღებ მოსწავლეებს, როგორც ვიცი, მაგრამ ერთ გამონაკლისი გააკეთე. კი, ყველას არ ვიღებ, შეზღუდულად ვიღებ და ამ ეტაპზე გამონაკლისი დავუშვი, ნიცას სახით. და რა შევხედოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. ნახე შენი ერთი ნამუშევარი, რომელიც შთამბეჭდავი არის, თავისი შუქჩთილებით, წითელი ფერიც არის გამოყენებული, ყვითელიც, ღია ფერიც, მაგრამ ყველაფერი ჰარმონიულად არის. ნუ ალბათ პედაგოგის დამსახურებაც არის, მაგრამ რომ არა ნიჭი ვერ გააკეთებდი ამას ნამდვილად, ჩვენი ფისოც მოვიდა. ეს აბა შენ შესახებ გითხარი. რაღაცა. მე ვარ ნიცადო 10 წლის, ძალიან მიყვარს ხატვა. თავის მხრივ ყოველთვის ხატავ და ის იქნება ჩემი მომავალი პროფესიაც. რამდენი ხანია რაც დაიწყე ხატვა? 4 წლის ასაკში ვხატავდი და 7 წლის ასაკში შევედი პირველად ხატვაზე. დასაწყისისთვის ფანქრებით ვიწყებთ ყველა ბავშვები, ხო ვიწყებდით, ასე ვთქვათ და გრაფიკულ სტილში ცდილობდით დახატვას თავიდან თუ როგორი? უფრო თავიდან ფანქრებით დავიწყე, შემდეგ მალევე გადავედი საღებავებზე და უფრო საღებავით მომწონდა ხატვა ვიდრე ფანქრებით. აკვარელით დაიწყე თუ როგორ? გუაშებით დავიწყე და მე უკვე გადავედი აკრილზე. ეხლა აქ ეს გოგონა რაც არის დახატული, რაღაც ქართულ სტილშიც რაღაც ბერძნულსაც გავს, რომელი ტიპაჟი არის ეს რა? ამ ნახატს ქვია მეოცნები ლინაბელი.
ინაბელი ეს რაღაც ესპანური, ევროპული თუ ეს სადაური ის არის. მინდოდა და მომწონს ეს სახელი ძალიან და ამიტომ საიდან არის აღებული ეს მოტივი თუ აი როგორ ვთქვათ აი ეს პირველ წყარო ამ ნახატის საიდან აიღე ვთქვათ ინტერნეტიდან მე და სამომასწავლებლო ინტერესზე ვნახეთ ეს ნახატი და ძალიან მოგვეწონა. ხო რაღაცა მეც მომწონს ძალიან. ფაქტურად დასრულებულია ხო ნამუშევარი, შეიძლება რაღაც კორექტირებები შეიტანო. კორექტირებები შეიძლება ხო რაღაც კიდევ უფრო პროფესიული პრინციპში ბევრა უნდა ახლა მე ვერ ვხვდები ბევრად იმენად მომწონს მაგრამ ეს არის ახლა ჩვენ რო ვთქვათ პორტრეტი შეიძლება ვთქვათ ხო ანუ პორტრეტის ჟანრში გინდა იმუშაო თუ ჯერ არის რა ყველანაირ ჟანრში ვხატავ ჯერჯერობით და ყველაზე მეტად პეიზაჟები მომწონს. პეიზაჟებიც გაქვს ესე იგი. აქვს სხვა ნამუშევრები რაიმე კიდე? ჯერ ანუ მარტო ორი მაქვს და მეორე პეიზაჟია. აბა მოიტანე ბარემ. აბა ეხლა ამ ნამუშევრის შესახებ მითხარი. დინარე ეს ფანტანი არა, კუნძულივით არის აქეთ ხო? კი. აკრილით ხატავ ხო ეხლა? ეს არის გუაში დახატული. გუაში. გუაში. ხოჭა. და კიდე რომელი გაქვს? ბარემისნა. მესამე ნამუშევარი, აქ ორი ნამუშევარი გაქვს? ხო, მე. აქ ეხლა მე როგორც ხედავ რაღაც იმპრესიონისტულ სტილში უფრო აღვიქვამ ეხლა ნამუშევარს. ეს უფრო რაღაც სალომეს ხელწერას გავს და ეს უფრო დიდი მაზოკებით არის ესე ვთქვათ, გაკეთებული. ხო. აი შორიდან ეხლა რო ხედავ უფრო იმათ აღიქმევა ერთ-ერთიან ნამუშევრად ჯააგვრდები. ოჩაკ მომწონს შენი ესეთი სურვილი ხატვის მონდომება და პერიოდულად ჩავწერთ ინტერვიუებს და მით ნახატებსაც გვაჩვენებ წარუდგენ ასე ვთქვათ მაყურებლებს. პედაგოგთან და მასწავლებელთან დაკავშირებით აი რატომ მოხვედი მაინც ეს სალომე მასწავლებელთან ასე ვთქვათ. ინტერნეტში ვნახე, ანუ ინფორმაცია იყო დადებული და მე რა ვიცი, ანუ ვცადეთ და ერთიოლოგოთი მოვიდა, ანუ ძალიან მომეწონა. ანუ ძალიან ხიეული მასწავლებელია, დიდ мотивაციას მაძლევს და რა ვიცი, ყველას ვურჩევ, რომ მასთან დაიწყოს ხატვა და ძალიან კარგი მასწავლებელია. ნუ ნამუშევრებსაც გადავხედავთ, ახლა გამოვაჩინოთ ეს ნამუშევრები. მე ნანახი მაქვს კიდე ერთხელ აღფრთოვანდებით. ანუ არ გეშინი ამ სტილში ხატვა, გამბედაობაც უნდა, არ არის მარტივი, რომ სალომეს მოწაფე იყო, ამ სტილს მიყვედა, ამდენ შავ ფონზე აი ესეთი გამოსახულება მიიღოს. ნიჭი უნდა და რადგანაც სალომემ ასე ვთქვათ, ხელი მოჰკიდა და აგიყვანა, ესე იგი ეს ნიჭი შენ გაქვს. გილოცავ და კარგი წამოწყება არის და წარმატებებს გისურვებ.